მგონია რომ ყველაფერი იცის ჩემზე, თუმცა არის ერთი ფაქტორი, მე ვარ გატაცებული კულინარით, ვარ გურმანი და ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა რომ ჩემი მომზადებული კერძებით, ესე იგი, მეგობრები, ოჯახის წევრები და სრულიად კაცობრიობა იყოს აღფრთოვანებული, მაგრამ გამოგიტყდები და გეტყვით, რომ კვერცხის შეწვის მეტი არაფერი გამიკეთებია. ეს ის შემთხვევა, რომელიც არავინ არ იცის ჩემს გარშემო. გურმანი რო არ იციან, მაგრამ ის რომ აი ვოცნებობ, რომ ძალიან მაგარი კულინარი ვიყო, ეს არავინ არ იცის. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ჩემი დილა იწყება ყავით, თუმცა თვალს გავახელ თუ არა, წინაღამის დაყენებული მაქვს 1 ჭიქა წყალი, ოთახის ტემპერატურის, ვიწყებ პირველ რიგში არის 1 ფინჯანი წყალი, მერე არის უკვე მსუბუქი საუზმე და ყავა. მსუბუქი საუზმე ჩემს შემთხვევაში არის ბანანი, რადგანაც დილას 6-ის ნახევარზე მიჭირს რაღაცის მომზადება, ზედმეტი მოძრაობები ცოტა მიჭირს ხოლმე, ამიტომ ბანანი არის ის ალტერნატივა, რომ ცოტა ვიტამინებით და რაღაცნაირად ენერგიულად დავიწყო დილად. ეს არის შემწვარი გოჭის ხორცი, არ ვიცი რამდენად კერძებში ითვლება, მაგრამ შემწვარი გოჭის გამო და იმ მტკაცუნა კანის გამო შემიძლია უარი ვთქვა ძალიან ბევრ რამეზე, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ძალიან ბევრ რაღაცაზე, რაზეც ვერც კიცა შეიძლება წარმოედგინოს ადამიანს, შემწვარ გოჭს რო ვხედავ, მავიწყდება ყველაფერი. ერთს ქვემოთ არ არის? არა, რისკიანი არ ვარ. არ ვარ, არასოდეს ყოფილ ვარ, უფრო ინტუიციას ვენდობი ხოლმე და ესე მოვედი აქამდე. რისკია, ყველაზე ნაკლებად ჩემში არის რისკი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ისე ჩქარა მიდის ყველაფერი, რომ გარისკვის უფლება და ფუფუნება არ მაქვს. ყოველთვის ვაძლევ ადამიანს მეორე შანსს, ყველას აქვს შეცდომის უფლება აბსოლუტურად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პირველ შეხედულებას უბრუნდები ხოლმე. ვპატიობ, მაგრამ სულ მახსოვს. პრემიერის, რომელიც ძალიან მენატრება, რადგანაც როგორ გითხრათ, რადიკალურად განსხვავებული ამბავი არის, უბრალოდ იქ ბევრი ადამიანი ელოდება ცოცხლად შენგან წამოსულ ენერგიას, რისთვის იმუშავე ის 2 თუ 3 თვე, ის უფრო ცოცხალი არის და უფრო ადვილად მოდის ჩემთან. როდესაც პირდაპირ ეთერში ხარ, ზუსტად იცი, გრძნობამ პასუხისმგებლობას ბუნებრივია მაყურებელთან ურთიერთობის, მაგრამ თეატრის უფრო ცოცხალია. უფრო აი თითქოს ხელშესახებია. რა მღლის? რა უნდა მღლიდეს? ალბათ სარეკლამოჭრა, არ ვიცი. იმიტომ რომ ეგ დროს დილას რაღაცნაირად როცა ცდილობ რომ ადამიანი რაღაცნაირად ტონუსში იყო, მე რაღაცას გემართება ხოლმე და აი ეს პროცესი. ასევე შეიძლება დამღალოს თემამ, რომელიც არ ინტერესებს. და ეს რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა ხო ვერ ვიტყვი რომ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემი თქვა რიწყება და მთავრდება ვიღაცისთვის აუცილებლად საინტერესოა, მაგრამ ის თემა, რომელიც შეიძლება ჩემთვის არ იყოს ორგანული, ამან შეიძლება დამღალოს. ზოგადად არსებობს ესეთი ცეკვა დავლური, რომელიც ქალაქური ცეკვაა რა და რომელიც თავისი მელოდიით, თავისი ქორეოგრაფიული ნახაზით ზუსტად ასახავს იმ განწყობას, რაც მიდის მაყურებლამდე. ზოგადად ქართულ ცეკვაში ეს გვაქვს. ცეკვა დავლური ჩემთვის, მერე ქართული რომ მოყვება, ზუსტად ასახავს თბილისს. ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში ჩემი თვალით დანახული თბილისი დავლურია. ალბათ რა არის, იცით, როდესაც რაღაც საქმეს ვკიდებ ხელს, ბუნებრივია, შედეგზე ვარ ორიენტირებული. ყველა საქმეს თავისი სირთულე აქვს, ყველა პროფესიას, რასაც წარმოვადგენ. და ჩემთვის მაინც მთავარი შედეგი არის სწორად დანახვა იმის, რაშიც ვდებ ემოციას, ენერგიას და მთელს რესურსს. ალბათ ეგ უფრო მნიშვნელოვანია, შედეგი. პერსონაჟებს ქმნით ჩვენ, მსახიობები. კარგი რომ გამოვიდეს, ყველა პერსონაჟს ვაიგივებთ ჩვენს თავთან და ყველა პერსონაჟში ვცდილობთ რომ ჩვენ ხასიათს მოვარგოთ და ჩვენც მოვერგოთ. შესაბამისად, ყველა პერსონაჟში რაღაცა მარცვალი ჩვენი არის, მსახიობების.
ამიტომ მგონია რომ ხო რაღაცა აუცილებლად იქნება. თუმცა ახლა პროექტს თუ თამაშობ, ეგ იმას ანიშნავს, რომ ვიღაც შემომაკვდეს ხელში და მე გავიდე სცენაზე ან კამერის წინ დავდე. რამაზ ჩხიკვაძე. რამაზ ჩხიკვაძე არის ჩემთვის, აი რომელიც პირდაპირ მოიცავს მთლიანად აი შინაარს, რასაც ქვია არტისტი, ადამიანი, რომელიც იყო ფეიერვერკი, რომელიც ყველა ჟანრში ერთნაირად მაგარი იყო. ყველა ფერში ძალიან მაგარი იყო და მან შექმნა ის თამასა, რომელთან მიახლოვება ძალიან რთულია და ძალიან საპასუხისმგებლოა და მგონია რომ ყველა მსახიობისთვის უნდა იყოს რაღაცა მიზანი და мотиваცია, რომ აი ცოტათი მაინც თუ მივახლოვდებით იმ საფეხურს, ესე იგი ეგა. ხიბლია ის რომ ქსიამოვნებს ხალხის სიყვარული, რომელიც მოდის და იგრძნობა და სირთულე ალბათ არის ის რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ისეთი თავისუფალი შეიძლება ვეღარ იყო, როგორც მანამდე იყავი. და თავისუფლება კიდე ყველაზე დიდი ხიბლია. გადასარევად, რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, უფრო ვასწრებ ყველაფერს. რაღაც ალბათ სწორი მენეჯმენტი, დროის სწორი მენეჯმენტი და დრო ყველაზე მნიშვნელოვანია დამერწმუნებით. თუ ცოტა საქმე მაქვს, უფრო შეიძლება რაღაც გადამეწელოს, რაღაცა ისე ვერ მოვასწრო, ვიდრე ბევრი საქმის ერთად კეთება. მეგობრების გარემოცვაში, ვიწრო მეგობრების გარემოცვაში, სადაც ყველაზე ბედნიერი და ლაღი ვარ. ალბათ ბავშვობის რომელიმე მოგონებაში, სადაც არაფერს არ შევცვლიდი და კიდევ ერთხელ გადავავლებდი იმ გზას, სად ვიყავი და სად ვარ. რა გზა გავიღე. უფრო შემიყვარდა ბავშვები. მანამდე ბავშვებთან საერთო ენას საერთოდ ვერ პოულობდი. პატარებს ვიძახი, ჩვილებზე მაქვს საუბარი, რადგანაც ვერ ვეკარებოდი, სულ მეგონა რომ რაღაცა უნდა რაღაცას ვადგენ. ეს შეგრძნება მქონდა და საერთო ენას აი რაღაცნაირად სულ მეგონა ხოლმე რომ რაღაცას რო უკეთებ ბავშვთან რომ მიდიხარ და და ის რომ გიყურებს რომ ეს ვინ არის, რა გინდა. და ძალიან უხერხო მდგომარეობაში ვარდებოდი ხოლმე და შესაბამისად ბავშვებთან ურთიერთობას თავს ვარიდები. ამას გძნობდი ხოლმე სანამ მამა გავხდებოდი, რომ მეკარგებოდა ის ზღვარი, რომ ის ბავშვი იყო, მე დიდი ვიყავი და პირდაპირ რატო იქცევ, რა გატირებს? აი ხა რა გატირებს მითხარ და ის ვერ პასუხობდა, გასაკეთებდა და მე ვეკითხებოდი, აი რა გატირებს? ამიხსენი რა გატირებს? ის ვერ მიხსნი და შესაბამისად აი იტირე. ალბათ იმ ადამიანის ვინც გადაწყვიტა, რომ იმ სატაშე მომენტში მე ვიყო. ალბათ იმ ადამიანის, რომელმაც დრამატურგი იქნება, ეს რეჟისორი იქნება, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, ტელევიზია იქნება ეს თუ რამე სხვა, ვინც იფიქრა, რომ მე ამას შევძლებ, რაც დამაკისრა. იმისი აზრი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. სიყვარული რა უნდა იყოს? მეგობრობა. იმიტომ რომ მეგობრობის გარეშე სიყვარული ვერ წარმომიდგენია და სიყვარული მეგობრობის გარეშე და ამ ორს გავაერთიანებდი. იმიტომ რომ ხო, ეს არის ის, რაც ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა, ეს ორი. და ეს არის, რაც ყველაზე მაგრად მუხტავს და მგონია რომ აქ არ უნდა შეგვეშალოს. დამშვიდი, დალაგდი რა დღეში ხარ? დამშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება. იმიტომ რომ აი ძალიან როგორ თინეიჯერი ვიყავი, თან მოწესრიგებული, თან ძალიან ქაოსური. აი, სულ მეჩქარებოდა, ძალიან პატარობიდან დავიწყე მუშაობა, რაც ძალიან კარგია. რიგი და რიგი მიზეზების გამო და სულ მეგონა რომ რაღაცა უნდა მომესრო და გამეკეთებინა, იმიტომ რომ მე ვერ მოვასწრებ და აი ვიყავი ტაკ აი სულ ესეთი რა და დალაგდი რა, დამშვიდი. მეგობრობა. იქ აი არც დავფიქრდე. არ მყოფნის ეს ერთი სურვილი რა. ჟანრად არ მეყოფა ერთი სურვილი, იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვა, ხა ბანალურად გაჟღერდება რა და რა უნდა ვთქვა რა, ის ერთი სურვილი რა არის, რომ ვიყვარდეს ერთმანეთი. იმიტომ რომ მგონია რომ თუ კი რამე გვაკლია ეს არის.